ძალიან ინტენსიური შეხვედრა გველის, ბევრი საკითხია განსახილველი. პირველ რიგში კი რა თქმა უნდა უკრაინა. ჩვენ ვხედავთ მშვიდობის ძლიერ სურვილს, თუმცა იგი ცალმხრივია. რუსეთის მხრიდან არ გვინახავს არანაირი მზადყოფნა, რომ წინ გადადგას ნაბიჯი ან სერიოზულად ისაუბროს მშვიდობაზე. მათ საშობაოდ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტაზეც კი უარი თქვეს. ამიტომ ცხადია, რომ რუსეთს ეს ეწოლა უნდა გავზარდოთ, რათა ისინი მოჩვენებითი მოლაპარაკებებიდან რეალურზე გადავიდნენ და მართლაც დასხდნენ მაგიდასთან. რა თქმა უნდა, დისკუსიები გვექნება რეპარაციულ სესხზეც. წინადადებები, რომლებზეც ჩვენ მუშაობდით, ბელგიის შეშფოთებასაც ითვალისწინებს. ვფიქრობ, საკანონმდებლო წინადადების არჩევა ნიშნავს, რომ რისკს ყველა ერთად ვიღებთ. ეს ევროპული წინადადებაა და შესაბამისად რისკები და ტვირთი თანაბრად ნაწილდება. მიმაჩნია, რომ ბელგიის მიერ წამოჭრილი საკითხები გავითვალისწინეთ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ საბოლოო ეტაპს მივაღწევთ. პუტინი ჩვენს წარუმატებლობაზე ამყარებს იმედს. მას ეს არ უნდა მივცეთ. მთელი ეს იდეა სისულელია. ომში ორი ქვეყანაა, ეს არ არის ევროკავშირი, რუსეთი და უკრაინა. ვიღაცას ევროკავშირს სურს ერთ-ერთ მხარეს ფული ჩამოართვას და მეორეს გადასცეს. ეს ომში ჩართვისკენ ნაბიჯია. ამიტომ ბელგიის პრემიერ-მინისტრი მართალია, ეს არ უნდა გავაკეთოთ. So the Belgian Prime Minister is right. We should not do that. I wouldn't want to speak on behalf of leaders. მე არ ვისურვებდი ლიდერების სახელით საუბარს იმაზე, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი დახმარება. ჩვენ გვესმის, რომ ლიდერების უმრავლესობა რეპარაციების სესხზე მხვრობა, თუმცა არსებობენ ლიდერები, რომლებიც სხვა ინსტრუმენტებს უჭერენ მხარს. მე ვერ ვისაუბრებ ლიდერების სახელით იმაზე, თუ როგორ იქნება დღეს ან სხვა დღეს მიღებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ერთ საკითხში ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვოთ, რომ ამ დღეებში უკრაინა უპასუხოდ დავტოვოთ მომავალი წლის ფინანსური შესაძლებლობების საკითხზე, რადგან ეს ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს. რა საფრთხე ეზია საუბარი მინიმუმ 45-50 მილიარდი ევროს დეფიციტზე. ეს დეფიციტი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზრდოს. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ წელს. ვსაუბრობთ მაქსიმუმის გაკეთებაზე, რათა ომი უახლოეს მომავალში დასრულდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი ყველა ძალისხმევა მიმართულია ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ, თუმცა ამავე დროს ჩვენ ვისმენთ სხვა სიგნალებსაც სხვადასხვა მხრიდან. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ გზავნილები. მე ამას ხმებს დავარქმევდი. რუსეთის მხრიდან, რომელიც ახლა ომზე უფრო საუბრობს ვიდრე მშვიდობაზე. სწორედ ამიტომ უნდა იყოს უკრაინა ძლიერი. საქმე მხოლოდ 45-50 მილიარდ ევროს არ ეხება. ასეთი დეფიციტი მხოლოდ ფრონტის ხაზის საკითხი არ არის. ეს მთლიანად ეხება უკრაინის შესაძლებლობას, რომ იბრძოლოს. ეს უკრაინისთვის ძალიან მაღალი რისკებია. ამიტომ მიხარია, რომ დღეს მქონდა საშუალება მესაუბრე და უკრაინიდან მნიშვნელოვანი გზავნილები გადმომეცა. ეს იყო ჩვენი საუბრის ერთი ნაწილი. საუბრის მეორე ნაწილი ეხებოდა დიპლომატიურ დისკუსიებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. იმედი მაქვს, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება დადებითი იქნება. მესმის ის რისკები, რომლებზეც ბელგიის პრემიერ-მინისტრი საუბრობს, მაგრამ ჩვენ ომში ვართ და ვფიქრობ, კიდევ უფრო დიდ რისკებს ვუპირისპირდებით. So I'm glad that